წარმოგიდგენთ დღის პირველ სტუმარს. რა შეიძლება ითქვას მეტი მასზე, საქართველოს სიამაყე. წარმოგიდგენთ მერაბ დვალიშვილს. ახლა უკვე 13 მოგებიანი სერიით, ქამრის ZZ 2 დაცვა. წელიწადზე ნაკლებ დროში მან 3 სატიტულო ორთაბრძოლა გამართა. იგებს ქამარს სექტემბერში, იცავს მას უმარის წინააღმდეგ იანვარში. ივნისში კი აფინიშებს ომალის და წელს მას კიდევ 2 ბრძოლის ჩატარება სურს. მან უკვე შეაღწია იმ პრესტიჟულ სიაში, სადაც მიჯრით 13 და მეტი გამარჯვებით არიან წარმოდგენილები მებრძოლები. მერაბი ამ ყველაფერს აკეთებს უდიდესი კლასის ხარჯზე. ის წარმოადგენს თავის ქვეყანას, ორგანიზაციას, სრულიად ამ სპორტს. რთულია საკმარისი სიტყვები მოძებნო ამ კაცის დასახასიათებლად. და აი ისიც გვერდდება. დიდებული მერაბ დვალიშვილი. თავის მანქანაში ზის, როგორც რიგითი ადამიანი, რომელიც უბრალოდ სამსახურში მიდის. კი, მე იგივე პიროვნება ვარ. Long Island-ზე ისევ ჩემი ძველი მანქანა მყავს. მადლობა არიელ, სასიამოვნო შესავალი სიტყვისთვის. And thank you, Aria. That was good promo. I appreciate you. Thank you, Merab. How do you not you still seem like the guy that we მერაბ, შენ თითქოს ისევ იგივე ადამიანი ხარ, ვინც მე წლების წინ გავიცანი, როდესაც პირველად მოხვედი ამ ორგანიზაციაში. როგორ ახერხებ, რომ ყოველივე ეს შენი წარმატება თავში არ აგივარდეს? ახლახან იყავი ნიუ-ჯერზიში ღონისძიების ჰედლაინერი 13 მოგებიანი სერიით. ანდერსონ სილვა, ჯორჯ სემპიერი, მაქს ჰოლოვეი, ისლამი, ჯონ ჯონსი. სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი სახელების გვერდით არის შენი სახელიც. 135-ის მეფე ხარ. დასასრული კი ჯერ ჰორიზონტ ამას პირფერობით არ გეუბნები, ხედავ რომ შენში არაფერი შეცვლილა, შენ ისევ ის თავმდაბალი ადამიანი ხარ. მე ვალდებული ვარ უკეთესი გავხდე. კი, იგივე ტიპი ვარ, იგივე მიდგომა მაქვს. რა წამს რაღაცას მივახცევ, ეგრევე ვფიქრობ, რომ დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს. ვაგრძელებ ჩემს გზას. ფოკუსირებული ვარ ყოველ მომდევნო ორთაბრძოლაზე. ეს რეკორდები, ციფრები კი კარგია, მაგრამ ყველაფერი იგივე რჩება. რა იყო შენი მოტივაცია უმალის წინააღმდეგ ამჯერად? კი, შენ დაამარცხე ის სექტემბერში, თუმცა ეს იყო გადაწყვეტილებით. ფიქრობდი, რომ უფრო დომინანტური უნდა ყოფილიყავი? იყო შენი მთავარი მიზანი ფინიში? ეს იყო შენი მიდგომის ნაწილი? So you have to think like, okay, anything I did back then I could do better? Was that part of the mindset going into the fight? კი, რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემი რემატჩი, მინდოდა წინაზე უკეთესი ყოფილიყავი. როცა შონს პირველად ვეჩხუბე, უბრალოდ მოგება მინდოდა და ნაკლებ რისკზე წასვლა. ვიცოდი რომ ვიგებდი. ხანდახან რა რისკავ, უბრალოდ მოგება მინდა და 5 რაუნდამდე მიმყავ ჩხუბი. უკეთესი მინდოდა ყოფილიყავი, იმიტომაც რომ წინაზე შონმა ბევრი რამ მოიმიზეზა. ახლა ვიცოდი რომ ომალის სხვა ვერსია იდგებოდა ჩემ წინ. პირველ ჩხუბზე უკეთესი იყო ახლა, მაგრამ რაღაც ექსტრა უნდა გამეკეთებინა მეც. Interview შეძლები და მე დაგირეკო. No problem. You're an important guy. Yeah, but busy. ჩხუბის შემდეგ ჩემი ყველაზე რთული გასამკლავებელი მომენტი ეს ზარებია. ყველა მირეკავს, ვცდილობ ყველას უპასუხო, ყველა მესიჯს. ამიტომაც მადლობას გიხდი მონაწილეობისთვის გადაცემაში. შენ ომალიზე საუბრობდი, რა გააკეთა მან ამჯერად უკეთ? გდების განიცავდა თავს უფრო კარგად თუ რამე სხვა იყო? და ომდიფენსი ბევრად უკეთესი ჰქონდა. მან უკვე იცოდა ჩემი სტილი. მან გაიაზრა, კარგად გაანალიზა ჩემი ჩხუბი და დგომშიც უკეთესი იყო. მან გამოასწორა წინაზე დაშვებული შეცდომები. თავი კი ისაა, რომ ამასობაში მეც განვითარდი. To be close to home, close to Long Island. შენ სახლთან ახლოს ყოფნა, Long Island-თან ახლოს, ასევე პრეზიდენტის დასწრებაც, მაიკ ტაისონის ნახვაც. შენი ბევრი ახლობელი და ზოგადად ბევრი ქართველი იყო დამსწრეთა შორის. ამ ყველაფრის ფონზე დაძაბულობას გრძნობდი თუ უფრო მეტად ხომ არ ნერვიულობდი? რამე სხვაობა იგრძენის შენს სხვა ბრძოლებთან მიმართებით? ბოლო წლების განმავლობაში მენტალურად ძალიან გავაძლიერდი. დავიხვეწე როგორც პროფესიონალი. ბრძოლის დღეს ვარ ყველაზე კომფორტულად, ყველაზე ბედნიერი ვარ და არ გძნობ წნეხს და ნერვებს არ ვყვები. თუ რამეზე ვნერვიულობ, ვცდილობ თავს შემოუძახო, რომ ბრძოლაზე ვიფიქრო. ყოველდღე ვარჯიშობ, დღეში რამდენჯერმეც, მაგრამ ფაქტი, რომ ღონისძიება ჩემს მეორე სახლთან იყო ახლოს, ასევე ის ფაქტიც, რომ შენობაში ამდენი ქართველი იყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. დიდი საზოგადოებაა საქართველების ამ რეგიონში. ჩემი კარიერა აქ, ჯერზიში დავიწყე.
დავიწყე, ყველა აქ იყო. კი, განსაკუთრებული მომენტი იყო. მაგრამ მე უბრალოდ ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ხალხის წინაშე ვიჩხუბებდი. შენობაში შესვლისას ტაისონის დავინახე, ბატონ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც აქ იყო. ესეც მაგარია. იმდენად პროფესიონალი ვარ, რომ ვთქვი, არაფერი არ მოახდენ ჩემზე გავლენას. გავდი და საქმე ბოლომდე მივიყვანე. პრესკონფერენციის დასრულებისას, როდესაც შენ გარეთ გახვედი, ნახეთ, რომ ვიღაცებს გაესაუბრე. იცნობდი მათ თუ უბრალოდ ქართველი ხომაგები იყვნენ. კი, მე ვიცანი ეპისკოპოსის აბა, მე მიყვარს ის პატივსაცემ. ქართველების უმეტესობა ქრისტიანები ვართ. ჩვენ მშვიდობიანად ვცხოვრობთ. ზოგადად ქრისტიანული ქვეყანა ვართ. მამასაბა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსია. ზოგადად ქართველები პატარა საზოგადოება ვართ, აქ წარმოდგენილები. მე მათი სიყვარული უკან დაუბრუნე, რომელსაც ისინი ჩემი მიმართ გასცემენ. ისინი ჩემი мотиваცია არიან. მუდამ მაძლევენ ენერგიას და ვამაყობ ჩემი ქვეყნით. ასევე მე ვნახე სეტანდა სპორტის ვიდეო, მგონი შენი ოჯახის წევრები არიან. შენს მოგებას რომ აღნიშნავენ და ტელევიზორში გიყურებენ. კი, ეს ჩემი მშობლიური სოფელია. ჩემი მეზობლები შეიკრიბნენ ჩემს სახლში და დედაჩემთან და მამაჩემთან ერთად დილის 7-ზე უყურეს ბრძოლას. აი ეს მამაჩემია. ყველა ბედნიერი იყო, ყველა რეგიონი, სვანეთი, კახეთი, სამეგრელო, იმერეთი. მახსოვს, ქამრით რომ დაბრუნდი სამშობლოში, საოცარი დახვედრა მოგიწყვეს. მახსოვს, ვიღაც ცხენითაც კი მოყვებოდა. ვიცი, კვლავ ბრუნდები საქართველოში. რა გელოდება წინ? დახვედრა ახლაც დიდი იქნება, მაგრამ ამასთანავე დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს. ყველას უნდა რომ ჩამეხუტოს, სურათი გადაიღოს ჩემთან. კარგ დროს ვატარებ, როგორც წესი, მაგრამ შეუძლებელია ყველაფერი მოვასწრო. ჩემი დრო ძალიან შეზღუდულია. ხანდახან გადავიწვევი ხოლმე 2-3 საათიც კი არ მძინავს. საოცარი დაბრუნება გველოდება საქართველოში. აეროპორტიდან რიყის პარკისკენ დავიძვრებით. ხალხი იქ დაგველოდება. რამდენიმე სოფელშიც უნდა ჩავიდე, ქართული კერძებიც მივირთვა. ამიტომ თვალიადენვეთ ჩემს სოციალურ ქსელებს, ბევრ კონტენტს გიმზადებთ საქართველოდან. აუცილებლად გიყურებთ. ეს კითხი ადრეც, მაგრამ გონი შენსავე ოცნებებს გადააჭარბენ. როდესაც UFC-ში მოხვედი, ოცნებობდი, ფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა, რაც შენს თავს ახლა ტრიალებს. არა, ვერ წარმოვიდგენდი. მე კონტრაქტის დადებითაც კი უბედნიერესი ვიყავი. მარცხის მიუხედავად ბედნიერი ვიყავი. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ჩემს მომდევნო ჩხუბში მოგება წამართვეს. ვერაზროს წარმოვიდგენდი, რომ ამ გზას გავივლიდი. ბევრი კარგი მებრძოლი ვიცით, რომელიც ჩემპიონი ვერაზროს გახდა. ბევრი მაგალითი არსებობს. როგორც იცი, რთულია, რომ ტოპ 15-შიც კი შეაღწიო. მით უფრო ჩემპიონობა, მე კი ქამრის დაცვა. მე ვაკეთებ ამას, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ. ინტერვიუებში სულ რეალისტური ვარ. არასდროს ვიცი რა მოხდება. რომ წოდნოდა რომ 13 ბრძოლას ზედიზედ მოვიგებდი, ჩემს ნათესავებს ვეტყოდი, მთელი თქვენი ფული ჩემზე დადეთ. მაგრამ ეხო ეს არ ვიცოდი. მე ჩემი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვიყო. რაც მოხდება, მოხდება. რომ წავაგო, მე ვიცი რომ არაფერი დავაკელე. ხალხი ამბობს რომ როგორც იქნა 1-3 ნიშანი მქონდა. მაგრამ ძალიან რთულია დააფინიშო ჟოზე ალდო, პიოტრ იანი, ჰენრი სეხუდო, უმარი, არც ისა ამარტივი ქურთუკი მოპარო ომალის. მოდი ესეც ვთქვათ, რას ფიქრობ, რა უნდა ქნას ახლა შონ ომალიმ? 145-ზე ხომ არ უნდა იფიქროს? რა არჩევას მისცემ იმას? Maybe that's too drastic. If you could offer him some advice, what would it be? ვეტყოდი, იმედიანად იყავი, წაგება ხანდახან კარგია, უფრო მეტ мотиваციას გაძლევს. ეს არის საშუალება გახდე შენი თავის უკეთესი ვერსია, მენტალურად და ფიზიკურად. ცხადია, წაგება არ არის კარგი, ეს ხომ ბეისბოლი და ფეხბურთი არ არის. სხვას ან სხვა რამეს რომ დააბრალო. შენი თავის მეტი ვერავის გაუწყრები, მაგრამ თავარია გიყვარდეს ეს სპორტი და ეს საქმე. გააგრძელე ვარჯიში და გახდები უკეთესი. თუ კი აღარ გიყვარს ეს საქმე, მაშინ გაეშვი, მაგრამ ზუსტად ვიცი. ის ბედნიერი მამაა, ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ. თუმცა ყველა ჩემპიონი ვერ გახდება. There he is. Okay, hello Merab. Sorry. Can I ask you about that interaction? We just showed the video of you and Corey backstage. What did you guys ეხლა ვაჩვენეთ ვიდეო, სადაც შენ და კორი საუბრობთ. რა უთხარ იმას? მე მას უთხარი, რომ მომწონს მისი ხუმრობები. მე და ალჯობ საუბრობდით, როგორი სასაცილო ხდება იგი სოციალურ ქსელში. მე მჯერა რასაც ის ამბობს ხოლმე OnlyFans-ზე. მე მას უთხარი, რომ იმსახურებს კამარზე ჩხუბს. ის ყოველთვის საუკეთესოებთან ჩხუბობდა. მან დაამარცხა სონგია დონგი, ჩიტოვერა. I'm happy that the UFC kind of said that he's next and it sounds like მოხარული ვარ რომ UFC-მ თქვა რომ შემდეგი სენთეგენი იქნება. ჯობს კორი უმარსა და შონს.
შობს იმიტომ რომ სხვა სტილი აქვს მას. ვიცით რომ MMA-ში მათემატიკა არ არსებობს. სტილი ქმნის ჩხუბს. მას განსხვავებული მიდგომა აქვს. ეს შემთხვევაც გამოწვევა იქნება. იანს სხვასთან აქვს შეანიშნული ჩხუბი როგორც ვიცი. ვიცი რომ შენ კიდევ ორი ბრძოლა დაანონსე, მაგრამ პრაგმატულად რომ შევხედოთ, მგონი მხოლოდ ერთი მოესწრება, არა? შენზე რომ იყოს ეს მოხდებოდა თუ არა Madison Square Garden-ში. კი, ვისურვებდი. მით უფრო რომ ნიუ-იორკში არასდროს მიჩხუბია. ახლა 2019 წლის ამბავს მოგიყვები. მოგეხსენება რომ ჩემი პირველი ორი ჩხუბი წავაგე, მესამე კი რუსეთში მოვიგე. მერე ერთი ჩხუბი მქონდა კონტრაქტში დარჩენილი. და უნდა მომეგო ეს რომ დარჩენილიყავი ორგანიზაციაში. მე მჭირდებოდა ბოლო ბრძოლის მოგება. მათ შეუმთავაზეს ბრედ კატონა, რომელიც 145-ში Ultimate Fighter-ის გამარჯვებული იყო. და ის ასევე იყო დაუმარცხებელი, 9-0-ზე. შოუში მან ბრაის მიჩელი დაასაბმიტა. მე მივარჯიშია მასთან და ვიცი რომ მაღალი დონის გრეპლერია. წარმოვიდგინე, ვინმეს თუ მისი დაფინიშება შეუძლია, ესე იგი ისიც ძალიან მაგარია. ბრედ კატონა კანადელია, მაგრამ ირლანდიაში მაგრეგორის მწვრთნელთან ვარჯიშობდა. მე 8 და 4-ზე ვარ და ამ დროს სრულ განაკვეთილ მუშაობდი მშენებლობაზე. როცა მკითხეს ავიღებდი თუ არა ამ ბრძოლას, ცხადია დავთანხმდი, მაგრამ თხოვე, თუ იქნებოდა შესაძლებელი რომ ჩატარებულიყო ნიუ-იორკში. მე ვფიქრობდი რომ თუ ეს ჩემი ბოლო ჩხუბია და ის წავაგე, მირჩევნი აქ ჩემი ხალხის თვალწინ წავაგო და მეცოდინება რომ ჩემი ბოლო ბრძოლა იყო ნიუ-იორკში და იქნებ სულაც კარიერას დამესრულებინა. ჩემო მენეჯერმა ის UFC-ს გადასცა. თუმცა მოვიდა ბრძოლის კვირა, მივდივარ კანადაში, მოუგე დაუმარცხებელ მებრძოლს და ახალი კონტრაქტიც დამიდეს. უკვე 2-2-ზე ვიყავი UFC-ში. ამიტომაც სულ მინდა ნიუ-იორკში ჩხუბი. სიამოვნებით გამოვიდოდი მედისონზე. ახლა ბევრად უკეთ ვარ. მე კორპორატიული ადამიანი ვარ, რასაც მეუბნებიან ვაკეთებ. ახლა ვეგასიც კი კომფორტულია ჩემთვის. მე იქ სახლი მაქვს, შემიძლია ჩემს ლოგინში დავიძინო. ვიტყოდი რომ ნიუ-იორკი უკეთესი ვარიანტია, მაგრამ თუ ორგანიზაცია მეტყვის ვეგასი დეკემბერში, არც ამაზე ვამბობ უარს. მერაბ, როგორ ფიქრობ, კომპანია გიმაგრებს ზურგს? უნდათ შენი მხარდაჭერა? ცხადია, ძალიან დიდ მხარდაჭერას და სიყვარულს ვიღებ კომპანიისგან. UFC ჩემზე განაწყებული იყო, მესმის რატომაც. მათ იციან როგორ მართონ ამ ხელა ბიზნესი. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ეგო და გვგონია რომ სწორად ვიქცევით. შენ უნდა იყო კორპორატიული ადამიანი, უნდა მიხვე ხელმძღვანელობას. ეს ჩხუბები მათ ვისაც მოგცემენ და კარგი ადამიანი იქნები. მე მადლიერი ვარ, მესმის, რასაც ვამბობ, ყველაფერი არ მოსწონთ, მაგრამ მე არაფერს ვამბობ. ვარის, ვინც ვარ. თუ გონია რომ რაღაც ჩემთვის სწორია, ასე ვაკეთებ. ასე აღმზარდე ჩემმა მშობლებმა. მე სიმართლე უნდა ვთქვა ყოველთვის და ვაკეთო ის, რაც სწორი მგონია. I know you're asked often about if you're the bantamweight goat and you talk about Aljo and you're very humble. ვიცი რომ ხშირად გეკითხებიან რომ ყველა დროის საუკეთესო ხარ ამ ზონაში. შენ კი ალჯოზე საუბრობ. არის ეს შენი მიზანი რომ იყოს საუკეთესო? Not. არა. როგორც ვახსენე, ფაქტი რომ UFC-ში ვარ, მე აქ საქმე მაქვს და ახლა ჩემპიონი ვარ. მოხარული ვარ ამით. ამ დიდებული ჩემპიონების გვერდით რომ მე მახსენებენ. რაც მე რეალურად მინდა არის რომ გავიღო ჩემი მაქსიმუმი. ამაზე ფოკუსირებული ვარ. მე მინდა განვაგრძო ჩხუბი იქამდე, სადამდე შევძლებ. ყველა ჩემი მოგება, ჩემი ქვეყნისთვის, გუნდისთვის უკვე დიდი მიღწევაა. ვცდილობ დავეხმარო ახალგაზრდა ქართველ მებრძოლებსაც. დაგეგმილი მაქვს ავაშენო დარბაზი საქართველოში, რომ მივცე ქართველებს ხარისხიანი გარემო სავარჯიშოდ. ბევრი პატარა დარბაზია, სადაც კარგი პირობები არ არის. მე მინდა დავუბრუნო ჩემს ქვეყანას ეს სიყვარული. Yes, I love it. And what a time for your country with Ilya fighting in a couple of weeks as well. It's unbelievable what this რა დროა ახლა შენი ქვეყნისთვის არა? სულ მალე ილიაც ჩხუბობს. საოცარია, ამდენი შეძლო ამ პატარა ქვეყანამ. გაქვს რამე ინტერესი პანტოჟასთან ჩხუბის ახლო მომავალში? If he continues to win, you continue to win a super fight. Does this interest you? You mean if he's come in my division? Yeah. თუ ჩემს დივიზიონში ამოვა და UFC დასტურს გასცემს, რატომაც არა? ბევრს დაინტერესებს ეს ჩხუბი. პატივს სცემ პანტოჟას, რთული მეტოქე იქნება, თუ ყველა სინდომება, მე მასთან არ მაქვს პრობლემა. Last thing, Merab, I saw this, and by the way, these people walking by you here, do they know that one of the greatest fighters in the world is ხალხს sitting in ხედავ this შენ car right გარშემო, now? Do they have any იციან idea განამათ who ვინ you ხარ? are? ამათმა არ იციან, მე სხვა გამცხოვრობ ჩემს კვარტალში, ზოგმა კი იცის, ვინც ვარ. In the car right now, right? You'd be swarmed by people. საქართველოში რომ იყო, ესე მშვიდად ვერ იჯდებოდი ახლა არა? It must be nice to have this double გამორიცხულია. life, right? კარგია არა ეს ორმაგი ცხოვრება. ამერიკაში მშვიდად ვცხოვრობ, მაგრამ უკვე აღარ. როცა Walmart-ში მივდივარ საკითხებზე, სულ მცნობენ. სიმართლე გითხრა, როცა ვერ მცნობენ, უფრო მიხარია. ახლა სულ მშვიდ ადგილებს ვეცებ. მოხარული ვარ რომ მცნობენ, მაგრამ სიმშვიდეც ხანდახან კარგია. შენი და კაილას ფოტოზე მინდა გითხო, როგორც ვიცი, საკმაოდ ძველია. სადაა ის გადაღებული? კი ბატონო, 9 წლის წინანდელია ეს ფოტო. ეს ნიუ-იორკში გადავიღეთ, ძიუდოს ტურნირზე ვიყავით. მოგეხსენებათ, მე ძიუდოს ბაზა მაქვს, კაილა კი ძიუდოს დედოფალია.
მე მისი ფანი ვიყავი, ყოველთვის კარგად იყო ის ჩემი მიმართ განწყობილი. მე მონაწილეობდი მაშინ ძიუდოს ტურნირზე და ფოტოს გადავიღეთ, მაგ დროს 2-2-ზე ვიყავი. მას კი MMA-ში დებიუტიც კი არ ჰქონდა. მითხრა რომ ახალი Ronda Rousey უნდა დაყოფილიყო. ჩემთვის ვიფიქრე, რანაირად კი, მაგრამ კაილა ხომ ძალიან დიდია ფიზიკურად. 145-ს როგორ მიაღწევს? არ მახსოვს UFC-ს 9 წლის წინ 145 თუ ჰქონდა საერთოდ ქალებში. დღეს კი აქ ვართ, მე ჩემპიონი ვარ, ისიც ჩემპიონია. ჩვენ ორივემ დავწერეთ ისტორია. None of this could be happening to a better person. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ მერაბ, გილოცავ მოგებას. ვიცი, აზერბაიჯანში მიდიხარ და შემდეგ ილიას მხარდასაჭერად გაიმგზავრებ. ეს ყველაფერი შენზე უკეთესი ადამიანის გარშემო ვერ მოხდებოდა. საოცარი პიროვნება ხარ. გილოცავ კიდევ ერთხელ. Thank you always for coming on the show. I really do appreciate it on the Monday after the big fight. Thank you, Ariel. I appreciate it. Now I ახლა ვნანობ რომ ვერ მოვედი სტუდიაში, ძილი მჭირდებოდა. ვაფასებ და სიამოვნებს შენთან საუბარი. შენც ჩემი ინსპირაცია ხარ, როცა წარმატებული მებრძოლი ხდები, ჰელვანისთან ინტერვიუზეც ფიქრობ ხოლმე. შენაირი ხალხი ახალგაზრდა მებრძოლებს აძლევს მოტივაციას. Ariel, and always pleasure to be in your show. Thank you. Thank you, Merab. Thank you so much. Really appreciate it. Safe travels home. There he is, the great Merab Dvalishvili.